ნაპატიებს მეუღლემა მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსვენა. ნაპატიებს, მაგრამ თქვენ ბიძგურ სამთავროს ხომიერნოს მეზარეთოს. საქართველოს მოსმენის შემდეგ სასამართლო კაცი სადათბირად გადაწყვეტილებას სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიათში. ამ სიტყვებით 21 წლის მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა, მას შემდეგ რაც საბოლოო სიტყვის წარმოთქმა დაასრულა. მას სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძემ დარბაზის დატოვებამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის და სხვა აქტივისტები უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ბრძანება უნდა შესრულებულიყო. მათე დევიძე იმ 16 პირიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. თავდაპირველად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იყო საუბარი, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. თუმცა 48 საათის შემდეგ ეს ბრალდება შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმამუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით მათე დევიძემ სამართალდამცველებს დროშის ტარი დაარტყა. გასახული სიტუაციიდან გამომდინარე პოლიციელების სიმრავლე ერთი-ორად აღემატებოდა მოქალაქეებისას და სწორედ მათი აგრესიული ქმედებებით, რამაც შემდეგ გამოიწვია სრული არეულობა და ქაოსი, შეუძლებელი იყო იქვინეს გაერკვია, ვინ იყო პოლიციელი ან აქციის მონაწილე. ატივცემულო მოსამართლე მათე დევიძესთან არ ჰქონიათ კონკრეტული შეხება პოლიციელებს და თვითონ ბრალდებულსაც არანაირი შეხება არ ჰქონია პოლიციელებთან. სწორედ ამ მოცემულობაში ისმის კითხვა, რა მოტივით დაესხმეოდა თავს მათე დევიძე პოლიციელებს. პასუხი ნათელია, ის არ დასხმია თავს და ცდილობდა ქაოსიდან თავის დაღწევას. საქმის განხილვას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. მისის შეფასებით მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენი ქვეყნის დემოკრატიულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. დღეს არის სამარცხვინო დღე. სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. სამარცხვინო დღე იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციას ქანდაგება. სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. მაგრამ რეალურად დღეს არის შეურაცხყოფა თითო ადამიანის, რომელიც აქ დგას, თითო ადამიანის, რომელიც აქ არ დგას. თითო წევრის, ჩვენი საზოგადოების, რომელიც დუმს, იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფას, ხვალ, ზეგ. მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მათეს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. სხდომის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასა და შიდა სივრცეში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მათე დევიძის მხარდამჭერების თქმით კი მათესა და ყველა აქციაზე დაკავებულთათვის საპროტესტო აქციები გაგრძელდება.